იუსტიციის მინისტრი უმცირესობის წევრს სამოქალაქო რეესტრის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ვაშაძეს სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებისთვის უკანონო დავალებების მიცემაში ადანაშაულებს. თია წულუკიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ვაშაძემ სამოქალაქო რეესტრის ერთ-ერთ თანამშრომელს მისთვის დიპლომატიური პასპორტის დამზადების უკანონო დავალება მისცა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამის გამო თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა მოუწია. მინისტრმა ამავე კონტექსტში უმცირესობის წევრის თინა ბოკუჩავას ქმედებებზეც ისაუბრა. კომპეტენტური კადრებია, რომელსაც მე ვინ არჩუნებ და თქვენ ამ კადრებს დაანებეთ თავი. და რატო? თქვენ ხართ ის კაცი, რომელმაც გამოიყენეთ ქალბატონ ბოკუჩავასთან ერთად და ეს საჯაროდ არ გამოსულა და იმდენს ლაპარაკობთ, რომ აიძულეთ ეს თქვა. გამოიყენეთ თქვენი ყოფილი კავშირები და სამოქალაქო რეესტრის ერთ-ერთ კომპეტენტურ კადრს მიეცით, იყავით რა ოპოზიციაში უკანონო ბრძანება, მან ხათრი ვერ გაგიტეხათ და თქვენ და ქალბატონ ბოკუჩავას მოგცათ უკანონო პასპორტები. აი ამის მერე მე მომიწია ამ კომპეტენტური კადრის გათავისუფლება. კაცი, რომელმაც ეს გააკეთა, ნუ მელაპარაკება სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე. შეწყვიტეთ უკანონო დავალებების მიცემა იუსტიციის სამინისტროს კომპეტენტური კადრებისათვის, რადგან მე ამ კადრებზე დღეს ვაგებ პასუხს, რაც წინა ხელისუფლებას არ გაუკეთებია. საქართველოში ყველა მიცის, რომ პასპორტის აღება შეიძლება 15 წუთში და მე გიორგი ვაშაძეს პასპორტის აღება არ შემიძლია თურმე ამ ქვეყანაში. შუამდგომლობა გავწიე მე პარლამენტიდან. დიახ, დავრეკე და ვხოვე და პასპორტი მე ერთ-ერთი რამე გამოდაგებუნება, იმ ადამიანის პრობლემა არ შექმნოდა და უნამუსოდ ნუ იქცევით მართლა რა.